ბიბლიის გარდა ყურანი უფრო ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის გიგანტებზე, რომლებსაც ისპალინებად მოიხსენიებენ. წიგნში იქ, სადაც აღნიშნული შესახება ეპიზოდი, ნათქვამია, რომ ნოეს მიერ დაწყებული კიდობნის მშენებლობის საქმე 300 აუგდიათ ისპალინებს. წარღვნა ჩვენ ვერას დაგვაკლებსო, მაგრამ როდესაც წარღვნა დაწყებულა, ყველა გოლიათი შეუწირავს. ყველა ერთის გარდა, მასაც მოგვითხრობენ ბაბილონური ტექსტები. ნოემ წარღვნისგან გადაარჩინა ერთადერთი გოლიათი, სახელად ოგი. მას ადგილიც მისცა კიდობანში და დაავალა იქ მყოფთათვის საკვების მოწოდება. წარღვნის შემდეგი ერთადერთ გადარჩენილ გოლიათს ადამიანის ასულებთან დაუწყია კონტაქტი, რის შემდეგაც მისი მოდგმა კვლავ გაგრძელებულა. მართალია ისეთივე გიგანტური შთამომავლები არ წამოსულან, მაგრამ ადამიანებთან შედარებით მაინც აღმატებულნი ყოფილან. ისინი შემდგომ პალესტინის მიდამოებში დასახლებულან. ბიბლიაში შემდგომი ცნობა უკვე იმ ეპიზოდში ხვდება, როცა ეგვიპტიდან წამოსული ებრაელები პალესტინის საზღვრებს მოადგნენ. მაშინ მოსემ გააგზავნა მზვერავნი, რომელთაც მოუტანეს ცნობა და ადგილობრივ მკვიდრთა სიდიდე ასეთი შედარებით აღწერეს. და ჩვენ გამოვჩდით ჩვენს თვალში კალიებივით და ასეთნაირად ჩანდით მათ თვალშიც. ერთ-ერთი ცნობილი ფაქტი ებრაელთა ისტორიიდან, რომელიც ბიბლიაშია გადმოცემული, ეხება დავითისა და გოლიათის ბრძოლას. გიგანტი, რომელიც გოლიათის სახელითაა მოხსენიებული, აღნიშნული ტექსტის თანახმად სიმაღლით 3 მეტრს აღწევდა. ბიბლიაზე გაცილებით ძველ ტექსტებს მათში დაცული უძველესი ინფორმაციით წარმოადგენს შუმერული თიხის ფირფიტები. გილგამეშის ეპოსი, რომელიც უძველეს შუმერულ ტექსტად ითვლება, თარიღდება ძველი წელთაღრიცხვამდე 1600 წლით. შუმერთა ქრონიკები კი მათ მოიხსენიებენ პლანეტა ნიბირუს მკვიდრებად, რომლებსაც თავისი სახელიც ჰქონდათ, ანუნაკები. ლეგენდის თანახმად ანუნაკები ჩამოვიდნენ დედამიწაზე ოქროსათვის. პლანეტა ნიბირუს ატმოსფერო ამ დროს განიმუხტა და მითოლოგიური სწავლებით მათ გამოიგონეს ოქროს დამცავი ფარი, რომელიც ირეკლავდა მზის სხივებსა და სითბოს. ამავე ლეგენდის თანახმად ადამიანი არის გენური ინჟინერიის ნაყოფი, შექმნილი სპეციალურად საშახტო სამუშაოებისთვის. ეს რაც შეეხებოდა მითს მათ შესახებ. რატომ თვლიდნენ შუმერები პლანეტა ნიბირუს მკვიდრებად ანუნაკებს? ამაში გასარკვევად ასტრონომია დაგვეხმარება. მოგეხსენებათ სერიოზული თქმულების, თუმცა არა მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტის მიხედვით. მზის სისტემაში არსებობს ერთ-ერთი ასეთი პლანეტა, სახელად ნიბირუ, რომელიც ხან შემოდის პლანეტარულ სისტემაში და ხან გადის პლანეტა პლუტონის სიახლოვეს. ნიბირუ თავისი პლანეტარული მოძრაობის სრულ ციკლს მზის გარშემო 3600 წელიწადში ერთხელ ამთავრებს და ყოველი ციკლის დასასრულს ის საკმაოდ ახლოს მოდის დედამიწასთან, იმდენად ახლოს, რომ მათ შორის გარკვეული ტექნიკური საშუალებებით გადასვლაც კი არის